მე ვარ ელენე ბუდნიკოვა, 11 წლის. ვსწავლობ ბათუმის მეხუთე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფრენბურთის თამაში, ხატვა, სიმღერა და სეირნობა. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს ფრენბურთის თამაში. ჩემმა სპორტის მასწავლებელმა შემოყვარა ფრენბურთი. ეზოშიც ვთამაშობ კალათბურთს და ფრენბურთსაც. სხვათა შორის ერთი წელი ვთამაშობდი ბასკოში კალათბურთს. მე იმიტომ გამოვედი, რომ დრო აღარ მქონდა. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი იხარჯება სწავლაში, სკოლაში და თამაშში. ჩემი საყვარელი თამაში არის PUBG Mobile და Roblox. ჩვეულებრივი თამაშებიდან მიყვარს წრეში ბურთი. ჩემი ნება რომ იყოს ავკრძალავდი მგელობანას, იმიტომ რომ შეიძლება წავიკწეთ და დავზიანდეთ. მე ასევე პატარაობიდან მიყვარს სიმღერა. დრო რომ მქონდეს, სიამოვნებით შევიდოდი სიმღერაზე. ჩემი საყვარელი სიმღერა არის Baby Lasagna-ს სიმღერა. ესეთია, ანუ რიმტიმ მასე რაღაც. ევროვიზიაზე რო გამოვიდა ის. ჩემი ერთ-ერთი ოცნება არის ვიმღერო დიდ სცენაზე. მაგალითად, სოლო კონცერტს მოვაწყობდი გერმანიაში. მაინც გერმანია, იმიტომ რომ ის დაცული ქვეყანა არის და ძალიან ლამაზია. სამოგზაურო დიდი სიამოვნებით წავიდოდი კორეაში და ხორვატიაში. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ იქ არიან ძალიან კარგი კლასელები, ბავშვები, მასწავლებლები და მომწონს ძალიან. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ნია სურვანიძე. ყველაზე ცელქია ამირან ირემაცე. ყველაზე ჭკვიანები ვართ მე და ელისაბედ კომახიძე. ყველაზე მშვიდია ნია მამეიშვილი. მე ვარ ყველაზე ლამაზი, ნიჭიერი და ფრანჭია გოგო. ბავშვობიდან ვფიქრობ მოდელობაზე. რომ გავიზრდები, გამოვალ ან მოდელი, ან ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პლასტიკური ქირურგი. ჩემი საყვარელი საგნებია ინგლისური და გერმანული. კიდევ მინდა ვიცოდე ესპანური ენა. საყვარელი მასწავლებელი არის ნანა წილოსანი, იმიტომ რომ ის თბილი არის, ჭკვიანი, ლამაზი, მომღიმარი და ის ძალიან მიყვარს. ძალიან გამხარდებოდა ნანა მასწავლებელი ყოფილიყო ან ნათესავი, ან ერთ-ერთი ნათლია. ახლა მინდა ვიყო 17 წლის და გავხდეს სტუდენტი და მინდა ვიყო ექიმი. მე ვარ ძალიან კარგი დიასახლისი. ასე იმიტომ მგონია, რომ ზიანამინჩი არ მეზარება სახლის დალაგება და საჭმელების გაკეთებაც ვიცი. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 6 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე კარგად ვაკეთებ ბლინებს. ძალიან მიყვარს დედიკას გაკეთებული კექსი, ბებიას გაკეთებული მექსიკური და დედას გაკეთებული აჭარული ხაჭაპური. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია საოცრება. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი მაგიურ ამბებზე. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი ვიქნებოდი მე. მიყვარს აშში ფილმებიც და მაგიურიც. ჩემი საყვარელი ფილმია ჰარი პოტერი. დიდი სიამოვნებით ვთამაშებდი ჰერმიონას როლს. ყვავილებიდან მე გავარ თეთრ ვარდს. ჯერას ოჯახი რომ მქონდეს, ვიქნებოდი ყველაზე ლამაზი და გავხდებოდი მის მსოფლიო. ასევე ვიქნებოდი ნამდვილი პრინცესა და მექნებოდა პრინცესას სასახლე. მე ასევე მიყვარს ცეკვა და ვცეკვავდი ანსამბლ ერისეულში ერთი წელი. ცეკვიდანაც გამოვედი დროის უქონლობის გამო. ჩემი საყვარელი ცეკვაა რაჭული. საყვარელი ერთი არის ეს. რაც შეეხება მუსიკას, ვარ რევას ლაღიძის სკოლაში მეოთხე კლასში. ვუკრავ ფორტეპიანოზე, მაგრამ სამომავლოდ მინდა გიტარაზეც დაკვრა. სამჯერ მქონდა კონცერტი და ყველაზე მეტად მომეწონა მეორე კონცერტი. იმიტომ რომ ძალიან კარგი ნაწარმოები მქონდა და ძალიან კარგადაც დაუკარი. ჩემი მუსიკის მასწავლებელია რუსანა მხიტარიანი. მადლობას ვუხდი დახარჯული შრომისთვის. ძალიან გამიმართლა ყველა მოსწავლეებს. წინა მონაწილემ დამიტოვა ესეთი შეკითხვა. ელენე რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ელენე დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ელენე რომ არ მერქვას, მერქმეოდა სალი. ჩემ შვილებს დავარქმევ სანის და სალის. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა თეთრი ფუმფულა ლეკვი. ბედნიერება არის ოჯახის კარგად ყოფნა და კარგად სწავლა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.